გამარჯობა, მე ვარ სალომე ჯერენაშვილი, ანტინარკოტიკული მოძრაობის საქართველოს ნარკოტიკების გარეშეს ლიდერი და დღეს ჩვენი სტუმარი არის საქართველოში რეპის ისტორიის შემქმნელი პიროვნება, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. მის სიმღერებზე თაობები ნამდვილად გაიზარდა და წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც ლექსენი. ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა. დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი წარდგენა იყო, ფაქტობრივად ერთ დუბლში თქვი ყველაფერი რა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. რომ მოგვიყე, რა გზა გაიარე დღემდე რომ მოსულიყავი, ცოტა შენი შემოქმედების შესახებ, რა იყო შენი ინსპირაცია და ასე შემდეგ. მივესალმები თქვენს მაყურებელს. და საკმაოდ დიდი და რთული გზა გავიარე, შეიძლება ითქვას. დეტალებში ახლა მე მგონი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ბევრჯერ და ბევრ გარმაკ ამაზე ნასაურები. ეს ყველაფერი დავიწყე სადღაც 18-დან აი 20 წლამდე, 20 წლის პერიოდში, უფრო 18-დან 20 წლამდე. და ეს დამოუკიდებლად ყველაფერი მე თვითონ აი მარტო, აი რა თემაზეც ახლა შენ ხარ მოსული, ფაქტობრივად აი მაშინ კულმინაციაში იყო ეს შეიძლება ასეთ კულმინაციაში არ იყო, როგორც ახლა არის უკვე, მაგრამ იმ პერიოდისთვის იქაც საკმაოდ ასე თქვა მძიმე შაუბნელი პერიოდი იყო და რთული იყო ამ ლაბირინთებში სიარული. და შეუძლელი ხო რაღაცა ჩემი ხაზი, ჩემი ცხოვრება მეპოვნა. ჩემი სიტყვა მეთქვა და ხალხისათვის დამენახებინა, რომ რა და როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ამ ქვეყანაში. კი, ნამდვილად საკმაოდ გრძელი და რთული შემოქმედებითი გზა გაიარეთ და ზოგადად შემოქმედებითი სფერო და განსაკუთრებით ხელოვნება, ეს მუსიკა, ყველა მივიცით, არავისთვის არ არის ეს საიდუმლო, რომ დაკავშირებული არის საკმაოდ დიდი დოზით ნარკოტიკებთან და მსგავს პრობლემებთან. მაგალითად, ჩვენ ვიცით საკმაოდ ძველი Vanilla Ice, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში MTV-სთან თქვა, რომ ეცეთ რა არის, მე რომ დავიწყე ნარკოტიკის მოხმარება, მაგ დღეს დავასამარე ჩემი თავი და ჩემი კარიერაც და არა მხოლოდ Vanilla Ice, ძალიან ბევრი რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო ეს ჩამოთვლი ახლა. Amy Winehouse, Whitney Houston, Britney Spears. ჩემი სფეროდან ასე ვთქვათ, DMX იყო მაგალითად, არაჩვეულებრივი რეპერი. Eminemსაც ჰქონდა მსგავსი პრობლემები. Eminems არა მგონი. უბრალოდ მან გადალახა აჯობა ამ ყველაფერს და ეს ნამდვილად კარგი არის. შენთანაც იქნებოდა ძალიან ბევრი მსგავსი პრობლემა, ხო? როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს? არ არის პატარა იმას შევიტანდი შესწორებას, რომ უბრალოდ რაღაცა ესე სტერეოტიპულად იყო ეს გაგებული და ჩამოყალიბებული, რომ აი რაღაცა ხელოვანებში, მუსიკოსებში, თორე ჩვეულებრივად ჩვენს ქვეყანაში მოდებულია არანაკლებ სხვა საზოგადოების ფენებში და საზოგადოებაში და ეგ რა თქმა უნდა არ გამორიცხავს. ჩვეულებრივად საზოგადოების ყველა ფენა, სოციუმის ყველა ფენა აფეტიშებს, ასე რომ ესე დაყოფას არ იმას ვიზავდი. ხო, ხა ჩემ შემთხვევაში რა იცი ადამიანმა უნდა აირჩიო, შენაკეთებ, ყველა კეთებს თავის არჩევანს, ამას აცნობიერებ, რა გზას, რა შედეგი მოაქვს. და მე მაინც მგონია, რომ ყველა გააზრებულად აკეთებს ამას. მე არ მჯერა იმ რაღაცის, რომ აი შევწდი და მე ეს ცოტა ეს მგონია ძალიან რაღაცა ინფანტილური. ანუ ყველა გააზრებულად აკეთებს, იღებს არჩევანს თავისი ცხოვრების გზისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ყოველდღიურად ძალიან დიდი დოზით გვაქვს ამ ყველაფერთან შეხება, მე მინდა ჩვენს მაყურებელს მოუყვე, თქვენ მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ესეთი რაღაცეები და რა იწვევს სწორედ იმ პრობლემებს, რასაც ახლა ვსაუბრობდით. ზოგადად დავიწყოთ იმით, რა არის ნარკოტიკი. ყველა ნარკოტიკი არის შხამი. და შხამს აქვს თავისი მოქმედების სამი სტადია. პირველი შხამს, როდესაც ვიღებთ მცირე დოზით, მოქმედებს როგორც გამაქტიურებელი, სხეული უფრო აქტიურდება. მეორე გვაქვს უკვე უფრო დიდი დოზით მიღების შემთხვევაში, შხამი მოქმედებს როგორც სედატივი ადამიანის სხეულს ანელებს და შემდეგ მესამე, როდესაც კიდევ უფრო დიდი დოზით მოიხმარს ადამიანი და მიიღებს შხამს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ძალიან მარტივი მაგალითი არის, ყველას გვყავს ნანახევრად ადამიანი, რომელმაც მიიღო 50 გრამი არაყი, ხო? ის ძალიან აქტიურდება, ბედნიერია, მხიარულია, მაგრამ ერთი ბოთლი რომ მიიღო, მაშინ რა იმართება? მე ვიცი რაც მომართება. ნელდება. მე ვიცი რაც მომართება. საკმაოდ შენელებულია აზროვნება, ორიენტაცია, ყველაფერი უჭერს და 2 და 3 ბოთლზე ფატალური შედეგებიც გვინახავს, ხო? და მიგვიღია სამწუხაროდ ამ ყველაფერზე. კი, და მე მაქვს შეკითხვა, თქვენი აზრით
რატომ იწყებენ საერთოდ ნარკოტიკების მიღებას? ძალიან რთული კითხვაა რა და მაგაზე ალბათ უფრო ეს ნარკოლოგები და მედიცინის ასე ვთქვათ სპეციალისტები მარტივი პასუხია, ყველა იღებს იმისთვის რომ რაღაცა განტვირთვა, განმუხტვა, ხო და მე რაღაც მოყვება ყველა ხედავს ხოლმე, მაგრამ ალბათ ნებისმიერ რაღაცას, ეხლა მე მაგალითად სასმელსაც ისე ნაკლი სულ აკონტროლებ, რომ ვიცი რომ მე რო ცუდად რაღაცა რო უკვდები ნამბახუსებს და იმ ერთი ბოთლის მე როგორც შენ თქვი და იმ ერთ ბოთლს მე ერთი არავინ არ ჩერდება და 2 და 3 მოყვება და თან გაიღვინო თუა და მე თუ აურევ ერთმანეთში ამას და რაც ჩვენ გვჩვევია ქართველებს ხშირად ხო და მე მოსაწევსაც თუ დააყოლებდი მსგავს სიტუაციაში და მე კიდე სასმელს დააყოლებდი, როგორი ღვიძებდი იმავე დღეს ცხადი იყო და მე ეს გადის უკვე ნებისყოფის ხაზზე რა, ყველას არა აქვს ამის ნებისყოფა, ამიტომ ადამიანმა ეს უნდა გააცნობიეროს და თვითონ გადაწყვეტოს, რომ ეს არ არის მისთვის სასარგებლო და კარგის მომტანი. და აქედან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები და ნაბიჯები ასე უნდა გადადგას, თორე ასე ახლა იტყვი რომ ხო არა ისე მინდოდა რა, იმიტომ კი არ მინდოდა, ნერვებზე ვიყავი, ემოციაზე ვიყავი და მაგიტომ მოვიხმარე, ახსნა ყველაფერს აქვს ეგრე. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აქედან ადამიანმა თვითონ უნდა დააბალანსოს და დაარეგულიროს რა. რომ შევაჯამოთ, გამოდის ეს, რომ იმიტომ აკეთებენ ადამიანები ამას, რომ სიამოვნების მიღება უნდათ, ხო? ბევრი არიაზრებს იმას, რომ თავი ეს გაიაზრო რა, რომ ის რაც ხდის დამოკიდებულს აი ნებისმიერ ჩემი შეფასება ცხოვრების ესეთი ნებისმიერ დამოკიდებულება არის მავნე და ცუდი. ნებისმიერ რაღაცაზე რა, ასე ვაშლი რო ჭამო უზომო და იყო ვაშლზე დამოკიდებული, ისიც არის მავნებელი რა, აი იმის იქით რაღაცა ფობია რო გექნება, თუ ვაშლი ჯიბეში არ მიდევს რაღაცა კანკანი მეწყება. ამას კიდევ სხვა პრობლემასთან მივყავართ. მაგრამ მართლა ვაშლი ხო არ არის, მაგრამ ხო შეიძლება სხვა რაღაც იყოს არა. აი მაგალითად არ არის მძიმე ნარკოტიკი ახლა მარიხუანა, მაგრამ აი ამას დამოკიდებული თუ ხარ უკვე სხვა ტიპი ხდები რა. იმაზე ნამდვილად ვთავაზობთ ჩვენ, რომ ადამიანები მიმართავენ ნარკოტიკებს იმისთვის, რომ მიიღონ სიამოვნება. მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ეს სიამოვნება არის დროებითი. კი, ადამიანი თავისი არსით ნამდვილად მიილტვის სიამოვნებისკენ, მაგრამ ნარკოტიკებში არ არის ბედნიერება. ეგეც რთული კითხვაა, რა თქმა უნდა, ნარკოტიკი რო არ არის ბედნიერება, ამაზე მე მგონი კამათიც არ ღირს. უბრალოდ ის რაღაცა ისეთი იმ მომენტისთვის განმუხტავი მისთვის, ასე ვთქვათ, რაღაცეები დაავიწყოს. რაღაცეებზე არ აფიქრობს, ეს ნერვული აშლილობა დაულაგოს, ალბათ ამისი, ასე ვთქვათ, ის არის რა. და თქვენ ბედნიერება მაგალითად წერა არ არის თქვენთვის ბედნიერება? ჩემთვის ბედნიერება არის, აი ახლა ძალიან ბანალური კი ვიქნები, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება არის ჩემი ასე ვთქვათ ატმოსფერო და ჩემი საქმიანობიდან მინდა რომ ამოვიდე. სავსე აშლაგი რომ აქვს კონცერტი და სავსე დარბაზი როცა არის და აი ტევა როცა არ არის და ეს დიდი სიყვარული და ემოცია გადმოდის ხალხისაგან, ამას დიდი ბედნიერება მე ვერ ვღებულობ ხოლმე და ესეც ხო მომენტია, რაღაც ბედნიერებაც რაღაცა მომენტია, ხო, რაღაც მომენტის ნაწილია. ხო, შეიძლება სულ ბედნიერი იყო ადამიანი, ეს ხდება ერთხელ, მე რაღაცა პერიოდი გადის, მე კიდე რაღაც ანალოგიურად მსგავსი რაღაცა და ეს გაბედნიერებს, ბედნიერება უნდა იყოს რაღაც ესეთი მოვლენილი წუთები და არა ესეთი სტაბილური რაღაცა რა. მაშინ ვეღარ იცნობ ადამიანი ბედნიერი ხარ თუ უბედური რა. მე მაგალითად ბედნიერებას მანიჭებს, როცა ჩემს სიმღერას მღერის ათასობით ადამიანი და მე ეს პატივისცემაში გამოიხატება რაღაც ულევი ავტოგრაფებით და სურათებით და რაღაცა პოზიტიური შეფასებებით, ხო ამას დიდი ბედნიერება მართლა არაფერი არსებობს. კი, მე ჩემი მიზანი რაც მქონდა დასახული ამ შემთხვევაში მივაღწიე და ძალიან არამხოლოდ მე, ძალიან ბევრი ადამიანი აფასებს ამას და მიზანი შეიძლება იყოს არამხოლოდ ეს ძალიან ბევრნაირი, ზოგი ადამიანისთვის შეიძლება იყოს მიზანი ოჯახის წევრების დახმარება, ზოგისთვის სწავლა, ზოგისთვის მოგზაურობა, ამოუწურავი არის ეს თემა. თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ავისახოთ მიზნები და არ მივცეთ ნება, რომ ნამდვილი ბედნიერება, რაც შინაგანად მოდის ჩვენგან, ჩავენაცვლოთ ხელოვნური დროებითი ბედნიერებებით, რომელიც რეალურად გვანგრევს ჩვენ. ჩემთვის მაგალითად მთავარი მართლა ისეთი აი მარადიული თუ კი შეიძლება ასე ითქვას, ბედნიერება არის ჯანმრთელობა. აი, როცა იცი რომ ყველაფერში ყველგან რაღაცა ეს ხაზი გიჭირავს მაღალ ნიშნულზე და იცი რომ ჯანმრთელი ხარ, აი თუნდაც რაღაცა ექიმიდან გამოდიხარ რაღაცა და
გეუბნება რომ ყოჩა ყველაფერს კარგად აკეთებ. ხარივით ჯამრთელი ხარ, რაღაცა ესე მოდიხარ ადამიანი და ოღონდ მე ამას ვიძახი 25 წლამდე ექიმი რა იყო, არც მე არ ვიცოდი და არც ბევრმა რა, აი ცოტა იქითაც 30-მდე, მაგრამ მე ასაკში შედიხარ, იქ მაინც გჭირდება, ამიტომ ამას გულისხმობ, რომ შენი ასე ვთქვათ შეგნებული და ასე ვთქვათ აქტიური ცხოვრებას ისე რომ განლევ, რომ ამისი პრობლემა არ აქვს. აი მე მგონი ეს ბედნიერება სულ თან უნდა გდევდეს ადამიანს. ეს ბედნიერება რომ მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის რომ უნდა დავრჩეთ ჯანმრთელები. აი ეგ მაგას პასუხობს კი ზუსტად და ამისთვის უნდა დავრჩეთ მაქსიმალურად შორს და დისტანცირებულები ნარკოტიკებისგან. აუცილებლად და ამაღლა ვთქვათ, არა ნარკოტიკს და არა ნარკოტიკებს. არა ნარკოტიკებს. რა იქნება შენი მესიჯი ახალგაზრდებისთვის? რას ურჩევდი შენს ახლანდელ მსმენელს? ზოგადად რჩევები საერთოდ მე ვთვლი რომ უნდა ურჩიო ესეთი ძვირფას ადამიანს და ვისთვისაც შენახარ ანალოგიურად ძვირფასი მათ შორის უფრო დგება ეს რჩევის კომუნიკაცია და დიალოგი მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ქართველები ვარ და ამ ქვეყნის მოქალაქეები და ყველას ეამაყება თავისი ჯანმრთელი საზოგადოება თავისი ქვეყნისთვის თავისი საზოგადოების ჯანმრთელი თაობა ნუ ცხადია რომ პირველ რიგში ამას რომ ნარკოტიკებში ნამდვილად არ არის ბედნიერება და ეს არ არის ის გზა რომელიც მიგიყვანს რაღაცა წარმატებამდე ეს გამორიცხულია ამისი ანალოგები აგე შენს თქვი და მეც ვამბობ და სოფლიოში ძალიან ბევრია თუ რაღაცას გინდა მიაღწიო ცხოვრებაში თუ კი რამე არის ხელის შემშლელი ფაქტორი პირველი ეს ამიტომ ამას ჩემი რჩევა იქნება რომ მოვეკიდოთ უფრო მეტად რაციონალურად და არა ისე რომ მე რა ეხლა 1-2-ს გავსინჯავ და არა უნდა გააცნობიერე რომ ამან შეიძლება შენ გაგხადოს დამოკიდებული და არ გამოსცადო შენი ნებისყოფა. მე ურჩევდი რომ ნუ გამოსცდიან თავის ნებისყოფას არსებობს ასეთი მიდგომა რა, ასეთი თეზაც არსებობს ის რა ქვია თქვენ ხალხმა თქვა ფილოსოფიაში რომ ნუ ყველაფერი არ უნდა გაამრავლო რა. ხო და საინტერესოა. ხო და ანუ ესე ყველაფერზე არ შეიძლება რაღაც მოსინჯვით არსებობს რაღაცები, რაც ესე ცალსახად უნდა ჩაჭრო და თქვა რომ არა, ეს არა. ჩვენ კიდევ დავამატებთ, რომ იმისთვის რომ ზუსტად ვიცოდეთ, რაზე ვიძახით კის ან არას და განსაკუთრებით როცა ეს ყველაფერი ნარკოტიკებს შეეხება, აუცილებელია იყოთ ინფორმირებულები, აუცილებელია გქონდეთ ინფორმაცია ნარკოტიკების შესახებ და თქვენ თუ მოგიწიათ ფაქტის წინაშე დადგომა, უნდა გქონდეთ ეს იარაღი, რასაც ქვია ცოდნა. ჩვენ გვაქვს ბროშურა, სადაც ნახავთ სიმართლეს ნარკოტიკების შესახებ და ეს არის ფაქტები, ინფორმაციები, რომლებიც მიგაღებინებენ გადაწყვეტილებას, რომ დარჩეთ ჯანმრთელები და არც კი გასინჯოთ ნარკოტიკი და არ გავამრავლოთ, ხო? მოდი დავამატებ კიდე ერთ მასში რახან ახლა ეს ბროშური დავინახე და კიდე ერთი მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოს თაობამ რომ ესეც არის ის რაც შენ სინამდვილეში კლავს და გსპობს ვიღაცისთვის არის ბიზნესის ცალსახაწყარო და აი იმაზე უნდა იფიქრო რომ შენ სიცოცხლეზე და შენი სიცოცხლის ფასად ვიღაცა მავანი და ძალიან ბევრმა იცის ვინ არის ეს მავანი აკეთებს დიდ ფულს და ანუ შეეწირები მსხვერპლად რა ვიღაცისთვის ანუ ის ვინც არის ამის რეალიზატორი ის თვითონ არ ეკარება ამას და მოდი ასე ვთქვათ ანუ ხო რომ ანუ შენ შეიძლება ისეთ რაღაცას აკეთებდე რაც შენთვის არ იყოს მისაღები ხო ანუ შენ გამოვცხვარ პურს შენ ვარჭამ და სხვა საჭმეო ანუ რო იცი რომ შენ გავნებს და ამიტომ სხვა მჭამოს აი ეს არის ბოროტება და აქ არის მთავარი შეცდომა ამიტომ აი სწორედ ესაა გასაზრდებელი რომ ვიღაცისთვის ბიზნესის წყარო არ უნდა იქცეს შენთვის სიცოცხლის მოსპობის საშუალებად კიდევ ყველაზე მთავარი არის რომ ეს მავანი არ არის აუცილებელი რომ იყოს ვიღაც დილერი ეს შეიძლება იყოს თუნდაც ამეგობრო წრეში იმიტომ რომ ის უკვე მოხდა ამ სივრცეში მან უკვე გაიგო ამისი გამო და ამისთვის არის საჭირო რომ ზუსტად ვიცოდეთ რაზე ვიძახით კის რაზე ვიძახით არას და ვიყოთ ინფორმირებულები და სწორედ მაგას ემსახურება ჩვენი საერთოდ აქტივობა, ჩვენი ბროშურები და ყველაფერი რასაც ვაკეთებთ. კი ბატონო, მისასალმებელია, წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ადამიანს გადაარჩენთ, ეს იქნება თქვენი გამარჯვება და წარმატება. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა შენც რომ წვლილი შეიტანე ამ ყველაფერში და დავგთანხმდი დღეს ჩაწერაზე. ძალიან დიდი მადლობა. ასე